გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia დაბრუნდა ახალი ეპიზოდით. კიდევ ერთ ახალ ქარტს შევეხებით დღეს და ზოგადად მოვიხილავთ საინტერესო აქტუალურ ამბებს MMA სამყაროში, იმიტომ რომ ჩავარდნა მქონდა ერთი ვიდეო არ ჩავარდნა UFC-სთან ერთად დავისვენეთ. ხო რა, ჩვენს. და შევეხებით ასე თუ ისე ყველა თემა შევეხებით, უშუალოდ Fight Night-ზეც ვისაუბრებთ, სადაც ქალების main event-ი იქნება. და აქტუალურ თემებზე ნელ-ნელა დარჩით ბოლომდე და ნიუსები იქნება ძირითადი იდეაში რა. ჩვეულებრივად გავუგრით კარტსაც მომავალი რაც იქნება, თუმცა ძირითადად ნიუსებს შევეხებით სხვადასხვას და მოკლედ მოდი ჯობია ჯერ კარდი მოვიცილოთ. კი, კარდით დავიწყოთ. მოვიცილოთ ხო ისეთი. მოვიცილოთ რა, გავიაროთ უბრალოდ რომ მე ნიუსებზე ძალიან ბევრი გვაქვს ასაუბრო რა. ჩვენ ქალების main event-ა დავურთვლით. დავიწყოთ. ხო, საინტერესო კარდი არის მაინც ასე თუ ისე, იმიტომ რომ ბევრი ისეთი შენ როგორც მეუბნებოდი რა, ბევრი პროსპექტი იწყებს, მოკლედ ამ კარდზე ჩხუბს და ნახოთ რა, პირველი მე რომელმაც დამაინტერესა არის ოკი მედეროსის ჩხუბი. ეგ არის ძალიან მაგარი ჩხუბი. კი, პრელიმინარი კარდის ერთ-ერთი გამხსნელი ჩხუბია. ოკის აქ ტიმ დანკანთან წაგებული, როგორ იცი? ხო, რაღაც ის უნდა გეთქვა. მაგასაც გეტყვი, მაგრამ ოკი, აქ ბელგიელი არის ოკი. კარგი მებრძოლი არის, საკმაოდ 9-2-ზე აქვს რეკორდი. წააგო ტიმ დანკანთან. ხო. და როგორ წააგო, იცი, ანუ ტიმ დანკანს ჰქონდა გილიოტინა შეკრული. ხო. დაახლოებით დიდი ხანი რა. ანუ ძალიან დიდი ხანი და რომ მიხვდა რომ ბოლოს ვერ იმაშვებოდა, ვერ ამთავრებდა ამახსოვრებას. ხო, ხელები გაუშვა. და ეს ოკი აწევს ზემოდან და 1-2 მოვარტყა რა, ქვევიდან დანკანმა და საერთოდ მე რომ ნახევ გადიშულია. ანუ ტიპი გაითიშა რა. აი გაითიშა ზემოდან, ეჭვს საჯმელს ვერ დაინახა, თვითონ დანკანმაც ვერ დაინახა, იმიტომ რომ თვითონ ანუ ამოსვლა როცა უნდა და იმდენად ზეწოლა ჰქონდა თავზე, სიხლის მიწოდება შეუწა, გაითიშა რა. ანუ მე ხა ეგ ბრძოლა არ მინახავს და ანუ გილიოტინაში რო იყო ტიპი გაუშვა გილიოტინა ბოლოს გაუშვა, იმიტომ რომ აძრია. ანუ ამ ოკის ყავდა გილიოტინაში, დანკანს ყავდა გილიოტინაში, გაუშვა ხელი და ანუ აზრი არ იყო. 1-2 რომ მოარტყა მე დანკანმა ქვევიდან რა, აქტიურობის ხوازი ხარ. 1-2 მოარტყა. ჩაეძინა და იწვა იდო რა ზემოდან. იდო ეს ოკი დანკანზე და დანკანი ეძახდა საერთოდ შეხედეო გათიშულია. მაგრამ თვითონაც არ იცოდა თავიდან, გვიან მიხვდა რა თვითონაც. თორე ისე ანუ რამდენიმე მცდელობა ქონდა მან დანკანს, იმიტომ რომ დგომში მაგრა დააზიანა უკიმ რა, სერიოზულად დააზიანა. კი, ოკი საკმაოდ მებრძოლია. მაგ საბმიშენსაც ძალიან დიდი ხანი ეჩალიჩებოდა. მართლა ძალიან დიდი ხანი ეჩალიჩებოდა და ბოლოს ხვაზეღან დაიღალა რა, როგორია ამდენი ხანი. ანუ ხო, ხელები გილიოტინაში ხელები ძალიან. მართლა პირველი რაუნდი საბმიშენით დამთავრდა. და რას ფიქრობ, იმიტომ რომ არანაკლები ოპოზიცია. მედეროსი არის 10-1-ზე. ხო. ოკის ყავს ერთი ქართველი მებრძოლი დამარცხებული ატომიკში. ვინ? ახალციხელი მებრძოლი არის. ახალციხელი? ნაირ მელიქიანი. ყავს დამარცხებული. და პირველი დესიჟენით გამარჯვება არის ოკისთვის ეგ. მანამდე სუფინიშებით იგებდა. ნაირი ახლა გამაში. კი, ზუსტად ერთ-ერთი ტოპ კონტენდერი თან. მე მგონია ნაირს უშუალოდ MMA-ში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებლობები და აღსანიშნავია რომ ერთადერთი არა პირველი დესიჟენით გამარჯვება იყო ეგ ოკის. მანამდე სუფინიშებით იგებდა. აი ეგ მართლა არ გამიგია ეს დაუკროპოთ მე. დაიდება. ხო, აი ნახე ოკი და მოვიდა UFC-მდე და საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იქნება და მე რატომაც გონია რომ ფინიშიც იქნება აქ. როგორი რაღაცა არის, ოკის ძლიერი მხარე არის გამძლეობა. აქედან ძლიერი მხარე რაც არის სტრაიკინგი და ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ძალიან კაი და ტეიქდაუნზე აკეთება თვითონაც როცა უნდა აკეთებს შეუულებრივად რა. იქიდან მედეროსაც კარგი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს. უბრალოდ თუ დისტანცია შეინარჩუნებს მედეროსი და შეძლებს რომ თვითონ ჩაუხუროს ხოლმე დისტანცია. და დაღლაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ჩემი აზრით ოკის დაღლაზე. მან ანდერდოგი არის მედეროსი და მე პირადად ვიხრები მედეროსის გამარჯვებისკენ, მეც მაგეთკენ გადავიხარე, სიმართლე გითხრა.
მეც ხო რა, აქვს უპირატესობები და გამძლეობაც დიდი თან რადგანაც თქვი შენ რომ გამძლეობაზე პრობლემები აქვს, ეგ არის ერთ-ერთი პირველი რა და მაკედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ფინიში იქნება უფრო გვიან რაუნდში, ალბათ მეორეს ბოლოდან, მეორე ნახევრიდან ან მესამეში რა. რეალურად მე რო გითხრა არ ვფიქრობ. უფრო დესიზენს ვფიქრობ. ხო, რავი, შეიძლება რა, ეხ თავს ვერ დავუდებ. ანუ ვერ გარისკვა არის მაგ შემთხვევაში ცოტა რთული ამბავი, ხო, ხვდები ორივე კარგი სტრაიკერთან ორივეს მოგება ჭირდება უკვე რა. და თან რეკორდებსაც რაღაც მომენტში უნდა გაუფრთხილდნენ 9-2 და 10-1 არის და მე მაინც გონია რომ 11-1 ერთად გადაკეთდება. პირველი ბრძოლაში დამარცხდა და მედეროსი როგორც მახსოვს რა. სადებიუტო ბრძოლაში დამარცხდა და შემდეგ იმის მერე 10 არ მოგებიან სერიაზეა რა. კი და ძალიან ისეთი მაგარი მებრძოლი არის ძალიან და ვნახოთ რა მე მაინც მგონია რომ მედეროსი გაიმარჯვოს მოკლედ ამ ბრძოლაში. თან იცი როგორ რაღაც არის Apex-ში ხო ტარდება ეს და ზოგადად Apex-ში რო ტარდება არც იმის ასე ვთქვათ, ზეწოლა არ აქვს არც ხალხის და ასე შემდეგ რა, სულ ესწრება 20 კაცი. მე საერთოდ მგონია რომ ესეთი კარდები, სადაც ძირითადად პროსპექტები არიან რა. ხო. ბევრად სანახაობრივი გამოვა. და Apex-ი რო არის რაღაც უღიმღამ ბრძოლები არის. აი, იცი რა არის, ზოგადად მეზიზღება Apex-ში ტარდება რა. ხო, ანუ აი მანდ ივენთები რო არის მეზიზღება და ნეტა გააუქმო საერთოდ. მაგრამ ნუ არა, აი ივენთია, დამიჯერო. არა, როგორც ივენთი კარგი იქნება კი. იმიტომ რომ ისედაც მებრძოლები ვინც არიან, ყველანი მოკლედ სანახაობრივ ბრძოლებს როს თავაზობენ, ეგეთ მებრძოლები არიან და ნახოთ მოკლედ რა. და ერთ-ერთი კიდე აი პრელიმინარი კარდის მეინ ივენთი რაც არის, ეგ არის კიდე საინტერესო ფილიო ნასიმენტოს ბრძოლა. იცონ არანტეს და როგორც ელეარო რა. ეგ იქნება flyweight-ში, ზოგადად flyweight-ზე ცოტა რაღაც დამატება მეც მინდა რა, ბოლოსკენ უკვე ნიუსების ბლოგზე რო გადავალთ. კაი კარაფრანს და პანტოჯას მეჩაპს შეეხება რა. და flyweight-ი ზოგადად ხო არ არის ესეთი წონა, რომ ნოკაუტით, სტრაიკინგით, შეიძლება სტრაიკინგი კარგი ქონდეს, მაგრამ ნოკაუტის რაღაც არის. ნოკაუტი ხო ისეა, ხო ნაკლებად. ვინც ახსენე კაი კარაფრანსი არის იმ უიშვიათეს მებრძოლი, რომელსაც აქვს ეს ფინიშერი რო არის კი. და ფილიოც და ნასიმენტოს რეკორდი არის 26-ზე და გამარჯვების არის ფილიო. ხო. ფილიო არის მეოთხე ბრძოლა არის ეს ნასიმენტოს წინააღმდეგ იქნება მეოთხე ბრძოლა, სამივე გამარჯვება აქვს UFC-ში. არა, ერთი მარცხი აქვს, სადებიუტო ბრძოლაში შეხვდა მოკაევს. დაუმარცხებელ მებრძოლს მოკაევს მერე UFC-დან. და საინტერესო რაც არის, მან მოკაევმა მოიგო სამიშენით, მაგრამ სანამ მოკაევი მოიგებდა მანამდე ფილიომ ფეხი ისე დაუზიანა, რომ ძლივს გადაადგილდებოდა მერე მოკაევი რა, ანუ სამიშენზე ყავდა დაჭერილი და ზოგადად ეგეთი ტიპია, რომ სამიშენზე მიძ ოდიოსმონსაც ბოლოს ისე მოუგო, აი საიდან ხანიკიდან თან ოსბორნთან მოგება არ არის სხვათა შორის ის. ხო რა და იქიდან ნასიმენტოც high level grappler-ია. აიდან მგონია რომ ეს grappling-ი ვისაც რაღაცნაირად არ გაინტერესებთ არ გიზიდავთ ხოლმე ბრძოლებში, ამ ბრძოლას რო უყურებთ, საუბრობთ რაღაც ინტერესი გაგიჩნდებათ რა. ხო, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ შეიძლება ძირითადი დრო ბრძოლის ფეხზე იყოს, რატომღაც ეგრე მგონია. ორივე ხო, ეგეც შეიძლება, მაგრამ თუ გრეპლინგი დაიწყო, იმიტომ რომ კაი დიფენსი აქვს სამიშენების თვითონ ნასიმენტოს. და ხნა ფილიო რა ყველგან სულუტევს რა, სულუტევს. საინტერესო ბრძოლა იქნება და რაღაც მომენტში გადავა ფეხზე ყველა ვარიანტში. ხო, ეგ ყველა ვარიანტში ფეხიდან მიწაზე, კი. ფილიო არის მან ანდერდოგი და რაღაც რეალად გულიბი მიწევს ფილიოს. მეც ფილიოს მოგებას ვფიქრობ. სხვადასხვა მოყვები ჯერჯერობით. ორი ბრძოლა. ეს majority decision ბრძოლა ვარ. ნახოთ. აი იქით გამროძზე სავარაუდოდ შეიძლება რაღაცები სხვანაირად ვთქვათ. კი. მოკლედ საინტერესო ბრძოლა ეს და პრელიმინარი კარდი ჩემი აზრით ამით დავხურეთ და მგონია რომ უნდა გადავიდეთ უკვე ჯეიკობი ლოპესის ჩხუბზე, ეგეც ძალიან საინტერესო არის, მეინ კარდი არის და ბრუნო ლოპესი მგონია რომ გაიმარჯვებს რა პირდაპირ რომ გითხრა. მოდი მანდაც მიუყვეთ მაშინ ეს. ბრუნო ლოპეს მარცხი აქვს. ერთს ვიტყვე უბრალოდ რა და მე გააგრძელებ.
ეს გარო გაწყვეტინე. მიდი ძმაო, არ პრობლემა. აუ, ერთადერთს ვიტყვი უბრალოდ ასაკის ამბავში ვფიქრობ რა. მე ვფიქრობ, რომ ბრუნო ლოპესი ფიქრობ რა ეგრე არის, ანუ თავის პრაიმ ასაკი რაც აქვს მებრძოლებს იმ ასაკში არის 31-32 წლები რა, ყოველთვის ეგრე არის, რომ უფრო მეტად პრაიმ ასაკი აქვს ამ დროს რა მებრძოლებს და დასტინ ჯეიკობი, ანუ ძალიან კარგი მებრძოლი არის. თუმცა მგონია რომ უკვე ბოლოსკენ არის 37 წლისაა და უკვე ვეტერანია რა. ასაკში არის, მაგრამ დასტინ ჯეიკობის გამოცდილება იმხელა კიკბოქსში ან გლორიში. ალექს პერეირასთან აქვს მარცხი გლორიში. ხო. ნუ ალექსთან KO, ხო რა. ალექსთან აქვს მარცხი გლორიში და ძალიან დიდი ხანი იყო ანუ ამ კიკბოქსინგის სფეროში. და უშუალოდ UFC-ს არ ქონია რა, ცუდი გლორიში ერთ-ერთი ტოპი იყო თან. კარგი კიკბოქსერი არის და სტრაიკინგი მართლა კარგია. ძალიან გამოსილი. იქიდან მეორე მხარის ბრუნო ლოპესი 6 წლიანი დაახლოებით 6 წლიანი პაუზა ჰქონდა რა, თუ სწორად მახსოვს. პაუზა ჰქონდა ოღონდ როგორ იცი, საშუალო წონიდან middleweight-იდან. ხო. მორჩა მან ბრძოლას. წავიდა დაიშვენა 6 წელი, თუ რა არ ვიცი რა ქნა, დაბრუნდა light heavyweight-ში. ერთადერთი მარცხი აქვს პირველად კონტენდერების სერიაზე, როცა იყო რიბეიროსთან, რომელსაც ნურგოჟაი გახსოვს, ნურგოჟაი როგორი ფავორიტი იყო ზოგადად ცელზეს და ჩვენთვისაც. კი, ნურგოჟაის რომელმაც რიბეირო მაგან დაამარცხა ზუსტად ჩვენი ბრუნო ლოპესიც და მეორეჯერ კონტენდერის სერიებზე რა გავიდა, უკვე სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ მიხელ საჟენიანი დაამარცხა. არ არის ცუდი მებრძოლი და ბრაზილიაში ყავს გრეგორი როდრიგესი დამარცხებული middleweight-ში. რობოკოპი, ხო, ოღონდ კარიერის საწყის ეტაპზე რა და დაბრუნდა როგორი ტიპია, იცის რა ჭირდება მოსაგებად. ზოგადად ჩხუბის მიმდინარეობისას ხდება რა დროს კლინჩი დაჭირდება, რა დროს უბრალოდ ხო, ანუ შემდგარი MMA-ის მებრძოლი. თან სამიშენების გამოსდის, აქვს მხრის სამკუთხედით მოგებული ბრძოლები, აქვს ნოკაუტით ხო ამ ტონაში აქვს და საინტერესო მეჩაფია რა. გამოსილი ჯეიკობი პროსპექტის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ლოპესი არის ანდერდოგი სხვათა შორის. და ლოპესი მე მგონი ერთი ბრძოლა აქვს ხო ჩატარებული UFC-ში სულ. ხო, ერთი ბრძოლა აქვს და მე გადაწყვეტილებით მოიგო. კი, გადაწყვეტილებით. და ხო, ანდერდოგი მე არ ვეთანხმები სიმართლე რომ გითხრა მაგას, იმიტომ რომ მინიმუმ აი ეს ასაკის ამბავი მაინც უნდა გაეთვალისწინებინათ. დასტინ ჯეიკობის და მაინც მგონია რა მოკლედ იმიტომ რომ ჯეიკობსთან სტილისტიკური ჯახის გამო არის კი ეგ ამბავი იქნება უბრალოდ ჯეიკობი ეხლა რო თქვა რომ რაღაცა კი ასაკი აქვსო მაგრამ რაღაც ტრიკზე არისო თუნდაც რაღაცა ვერ იტყვი მაგას იმიტომ რომ წაგებებიც აქვს რა ბოლო 5 ბრძოლაში წააგო 3 ბრძოლა და მგონია რომ არც ეს იქნება გამონაკლისი და ლოპესი მოიგებს მაგრამ ესე წინასწარ მაინც ვერ იტყვი იმიტომ light heavyweight-ში ზოგადად ერთი და ხო არა იცი როგორ რას გულისხმობ რა ანუ ზოგადად light heavyweight და ზოგადად მძიმე წონები ქვემო მძიმე წონები რაც არის იქ ერთი დარტყმაც და ერთი შეხება საკმარისი არის რომ ეგრევე გათიშო რა მებრძოლი და ეს დარტყმის ძალა ერთსაც აქვს მეორესაც აქვს და ყველას აქვს ამ წონაში და მაგას საინტერესო ბრძოლა იქნება და რა მე ერთ დავამატებდი მე მიყვარს ხო იცი მაგის თქმა ფინიში მგონია რომ მაინც იქნება აქ რა წონიდან გამომდინარე მინიმუმ კი მანდა გვინახავს ამ წონაში ძალიან მოსაწყენი ბრძოლებიც უბრალოდ მე მაინც მგონია რომ ანუ ჩემი ვარაუდი ამ ბრძოლას მხოლოდ ისაა რომ ლოპესი მოიგებს რა ხო ოღონდ უბრალოდ ვარაუდია და მაგას ვერავინ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ეს მგონია რომ ლოპესისკენ ვიხები ბევრად მეტი უპირატესობა აქვს ჩემი აზრით და ბევრად მეტი გზა აქვს გამარჯვებამდე ვიდრე ჯეიკობის. ნახოთ მოკლედ და კომეინ ბრძოლას მინდა რომ კიდე შევეხოთ აი ძალიან ვახსენეთ მატეუშ გამროტი კლეინს ლუდოვით კლეინს ხდება და ერთ-ერთი ან ჩემთვის იდეაში ეს ბრძოლა ყველაზე საინტერესო არის ამ ქარტზე რა გამროტი ძალიან მაგარი მოჭიდავი არის სანამ ჯერ კიდევ ანუ MMA-ის მებრძოლი გახდებოდა იქამდეც გამროტი გამოდიოდა გრეპლინგის ტურნირებში და საკმაოდ წარმატებულადაც და ძალიან მაგარი მებრძოლი არის ერთ-ერთი არის ვინც ცარუკიანს მოუგო ძალიან ისე თან რა 2022-ში იყო მაგრად მოუგო თან ეგ ბრძოლა ის არ მოუგო ეხლა რომ დებიუტანტი იყო ცარუკიანი და რაღაცა ხო ანუ UFC-ში იყო უკვე და ყველაფერი მოკლედ ცარუკიანი ძალიან კარგი მებრძოლადაც ითვლებოდა პროსპექტი იყო და გამროტმა გაიარა მოკლედ და გამროტს სხვათა შორის სახელოვანი მებრძოლები ყავს დამარცხებული და გამროტი თვითონ პირველი მარცხი გამროტს აგება ჩვენმა გურამ ქუთათელაძე რომელიც სამწუხაროდ აღარ არის UFC-ში მაგრამ გვახსოვს მაშინაც როგორი
აჟიოტაჟი იყო შექმნილი UFC-ში როგორი ანდერდოგი იყო ჯერ ანუ მაშინ საერთოდ გამროტზე ძალიან დიდი მედებს ამყარებდნენ თვითონ ორგანიზაცია და ქუთათელაძემ რეალურად აქვს 3 მარცხი გამროც ხო ბოლოს ერთი აქვს ქუთათელაძესთან ბოლოს წააგო დენჰუკერი დარიუშთან კი 3 წაგება აქვს სულ და არიან მებრძოლები ახლა ცარუკიანია ერთ-ერთი ფიზიევი ნუ ფიზიევს იდეაში ახლა ფიზიევს რომ მოუგო იქ ფეხი მოტყდა მოიტეხა ფეხი ფიზიევმა და მან ტექნიკური ნოკაუტი ჩაიწერა განუწვა თუმცა ფეხზე და ზოგადადაც რა ისედაც ჯობდა რა მოკლედ ფიზიევს და ქულებით უგებდა რა და ლუდოვიტ კლეინიც კარგი რეკორდით მოდის კი ლუდოვიტ კლეინსაც არანაკლები 23-4-ზე აქვს მე მგონი კი და არანაკლები მებრძოლები ყავს კლეინსაც გავლილი მან თავარი ფაქტი რა არის რაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის რომ წონა შეიცვალა როგორც ილია ამოვიდა სუბუქის წონიდან სუბუქი აქვს სუბუქის წონიდან როგორც ამოვიდა სუბუქის წონაში იგივენაირად გააკეთა ლუდოვიტ კლეინმა უბრალოდ ამის კარიერას ხო ძალიან მოუხდა რა აი ძალიან იმ ქვემსუბუქში რო იყო იქ რამოდენიმე წაგება ქონდა რა. ნუ იდეაში ბოლო 2 წაგებიან სერიაზე იყო და მაქედან გამომდინარე გადაწყვიტა მე სუბუქ ზონაში ამოსვლა. და სუბუქში რაც ამოვიდა, წაგება არ აქვს საერთოდ. თან იცის რა, აი როგორც ბრუნო ლოპეზზე ვთქვი, იგივე შემილია ვთქვა. ლუდოვიტ კლეინზეც რომ იცის რა ჭირდება გამარჯვებას. აი ბოლო ბრძოლა რაც იყო, აი აკონტროლა რა 3 რაუნდი. ბოლო ბრძოლასაც რო არ შევიხოთ რა. ნუ ტიაგო მოიზესი ყავს კიდე დამარცხებული და ტიაგო მოიზესის გვერდით რო გადავდოთ კიდე ბაჰამონდეს ყავს რა. ბაჰამონდეს იგნესიო ბაჰამონდეს ყავს თან. ხო, მაგრად მოუგო ბაჰამონდეს, მაგრად დააზიანა თან. აი ყველა რაუნდი მოუგო ისე რომ შანსი არ დაუტოვა ბაჰამონდეს რა. ქვევითაც ძალიან მაგარი არის მაგას ვიძახი რა და საინტერესო იქნება იქიდან გამომდინარე რომ მე დარწმუნებული ვარ. ეხლა თუ მაგალითად ისე შეიძლება ვთქვათ რა, ნებისმიერ ბრძოლაზე რომ ორი მოჭიდავე რო ხდება ვთქვათ და ფეხზე არის ბრძოლა, აქ მგონია რომ გამროტი ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის პარტერს ეძებს და მგონია რომ მაინც გადაიყვანს და აი იქ უკვე საინტერესო იქნება ძალიან. და კლეინზე კიდე ერთი რაც მინდა დავამატო, წაგება არ აქვს, თუმცა ერთი ფრე აქვს ჯაი ჰერბერტთან. და ეგ ბრძოლაც მაგ ბრძოლას აგებდა სხვათა შორის. და ეგ ბრძოლა იმის გამო იყო ფრე რომ ქუა დააკლეს ჰერბერტს, თორემ მაგ ბრძოლას წააგებდა და ერთი წაგება ექნებოდა ლაიჩი. და ნახოთ რა მოკლედ რა საინტერესო არის. მე მგონია რომ კლეინისთვის არის იდეაში წინ წამსვლელი. ხო ყველა ვარიანტში სახელი არის გამროტი რო დაამარცხა. გამროტმა სხვათა შორის რომ მოუგოს შეიძლება მე რომ უფრო ზევითაც იფიქროს მე რა. იმიტომ რომ სულ მაგას იძახდა, ნუ რომ ყველა ინტერვიუში რომ ახაჩევთან უნდა დაბრძოლა, მაგრამ ახაჩევი გაიქცა. და იქნება გაიკიდოს. ხო, გაკიდებით დიდად არ მგონია, მაგრამ მგონია რომ შეიძლება ცარუკიანმა მოთხოვს რემატჩი რა. და ეგ უკვე აი სცენარი არის ხოთა შორის. ჯერ კლეინი უნდა გაიაროს და ნახოთ რა. საინტერესო იქნება. ხო, რას ფიქრობ საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში მე მაინც ვფიქრობ, რომ კლეინი არა, მე კლეინს ვფიქრობ. ხო, კლეინი რატომ? ეხ კი ვისაუბრე რა იმაზე, რომ გამროც ხო, რა ისე ილაპარაკე. ბოლოს, მაგრამ კლეინის იცი რა არის? სიმართლე რომ გითხრა ეხა, აი ამ ბოლოს რა, სანამ ჩაწერა გვექნებოდა ეს რამოდენიმე დღე, ყველა გამროტის ბრძოლებსაც თავიდან უყურე, კლეინის ბრძოლებსაც უყურე, რაც არ მქონდა ნანახი იმასაც და კლეინი უფრო მომეწონა რაღაც მომენტებში. რა, მაგრამ გრეპლინგში მაინც მგონია რომ გამროტი დაჯაბნის რა. ხო, კლეინი fight IQ საკმაოდ მაღალ დონეზე არის, უბრალოდ მგონია მაინც რომ გამროტი როგორი ტიპი არის, იცი? აი, სადღაც ჩააგდეს ხოლმე წაგებას რა. ხო, აი ზუსტად. დანარჩენი ხო, დეჰუკერთანაც სპლიტით წააგო. ხო, სპლიტით წააგო დეჰუკერთანაც იქ ომი იყო გაჩაღებული. ხდერავი არა ჩემი აზრით გამროტი ისეთი ტიპი რომ ლუდოვიტ კლეინთან წააგოს და კლეინმა გამროტი თუ გაიარა მაშინ მართლა ძალიან დიდი განაცხადი. კი და კლეინზე კიდე ერთი იმის თქმა მინდა რომ ზოგადად fight IQ-ს ამბავში აქვს ძალიან დიდი ანუ UFC-ში რაც მომდა იმის მერე სულ იზრდება ამ ხრივ რა იმას ვიძახი რომ ყოველთვის მანამდე ბრძოლებსაც უყურე UFC-მდე და სულ იყო ფინიშერი რა
და ყოველთვის აი ეს დაგიშილი იყო რომ წასულიყო ფინიშზე და ეხლა UFC-ში რაც მოვიდა UFC-ში ეს წლები რაც არის და ლაიჩი თუნდაც რაც ამოვიდა იმას აკეთებს რაც ჭირდება როგორც ჩვენ თქვი რა წეღან რა იმას აკეთებს რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო და ზოგადად ესეთი მენტალიტეტი საჭირო არის ხო რა დაღვინებული არის თან ასაკიც სხვათა შორის ხელს უწყობს 30 წლის არის მაგრამ გამროტიც არის ძალიან დიდი რა ესეც რო ვთქვა და საინტერესო იქნება მოკლედ რა ველოდები ამ ბრძოლას ჩემს მეინ ივენთი ეგა ამით მოწეს იმიტომ რომ ჩვენ კალების ბრძოლას კალების მეინ ივენთი და ხო გააჩნია კალებსაც რა ეხლა просто დაკრესელი ვარ და გუწოლ კალებს რა დაია და პარაგრაფი და რაღაც ხო მე ხა მინდა რომ გადავიდეთ ნიუსებზე ყველა საინტერესო რაც არის ერთ-ერთი საინტერესო ის არის რომ ქართველმა კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიეთ ლევან ჩოხელი გახდა PFC-ში ჩემპიონი ფინიშით მოიგო ნოკაუტით მოიგო კონკრეტულად და ჩოხელმა ლევანს კომენტარებში კი განაცხადი გააკეთა ჩოხელმა განაცხადი გააკეთა რომ პირდაპირ მნიშვნელობით ვიძახი თქვა რომ UFC-ში მელოდეთო მოკლედო რა რაღაც მსგავსი განცხადება იყო და მე მგონია რომ ჩოხელს მალე ვიხილავთ UFC-ში თან მაგ ბიჭს აქ ძალიან მაგრად მომატებული აი ძალიან მაგრად და ბოლო ბრძოლა რაც ქონდა რა ერთ-ერთი წაგება რაც აქვს იქაც იმ ხელა ფავორიტი იყო აი უბრალოდ ერთ-ერთი რაცაც ვფიქრობ უბრალოდ დაუფასებლობის ამბავი იყო მეტოქის თორე აი ძალიან ჩვეულებრივ შეეძლო რომ გადაეულო რა ლევონის წარმატებაც მოწევს იმაზე რომ დიდი დრო არ დარჩა იქამდე სანამ UFC იქნება გატენილი ქართველები და ეგრე მგონია ესეთ hot takes ავიღებ რომ მალე წამყვანი მებრძოლები ყველა სანახაობრივი მებრძოლები და ყველა შედეგიანები ჩვენი ქვეყნიდან იქნებიან რა და იგი იქნება რაც სოფლიო დაიშოკება და აი მე უკვე მართლა შეიძლება გინდა ფეხბურთია გინდა საბრძოლო დაღესტნელებზე რო ავიღოთ ახლა რა აი კომენტატორი რო არის ეტანტასილადო აი მაგის ნათქვამი მაქვს ზუსტად პოდკასტში რა მოსმენილი და მე ქართველებზე პარალელს გეტყვი ახლა რა აი მოსვლაზე და ასე შემდეგ დაღესტნელებზე იძახდა და ზუსტად მაგაში ვეთანხმები რომ უბრალოდ იყო პერიოდი რომ კავკასიური ჭიდაობას არ იცნობდა არავინ რა და დაღესტნელებმა დაინახეს უბრალოდ ეს ნიშა რაც არის აიღეს და უბრალოდ იყვნენ დომინანტები აქედან გამომდინარე და როდესაც ქართველები მოვედით უკვე იქ უმართან შეხვედრაც იყო ჩვეულებრივად პირდაპირ დაღესტნელებთან და მოკლედ ქართველები უფრო ძლიერები ვართ ჩემი აზრით რა მაგ შეჯიბრში რა მე რაც მახსოვს გინდა ოლიმპიადა გინდა ევროპის ჩემპიონატი აი რაც აი ანუ ქართველებს რო ჭიდაობაში და ძიუდოში ვადალი არ ყავს ანუ ისედაც რა ეხა აქ PFC-ში ჩოხელი გახდა ჩემპიონი ოქტაგონ MMA ერთ-ერთი ტოპ ორგანიზაცია არის ევროპაში და ბენო ადამია ყავს იქაც ჩემპიონი ერთ-ერთი UFC-ს ყოფილ მებრძოლს მოუგო და ნუ ეხლა მალე იქნება კამერის დაცვაც და მაგას გულისხმობ რომ ზოგადად ქართველებს სისხლში გვაქვს რა ეგ ყველაფერი ბრძოლა გამოგდის ბრძოლა და ეს შინი იქნება ხო აი ზუსტად ხასიათი არის პირველი რა და რახან ხასიათსაც შევეხეთ მე რაფსაც უნდა შევეხოთ ახლა ერთ-ერთი ნიუსი არის ის რომ მე თითი მოიტეხა ფეხის ერთ-ერთი თითი მოიტეხა მოკლედ და ძალიან ისეთი არ არის რა კარგი ნიუსი მაგრამ მე მაიცი რა თქვა კიდევ 9 მაქვს რა შემოწმებაზე რა შევა ორივეჯერ ერთ ფეხს არ აქვს და ეგ ხო ზუსტად რა ეგ ვიდეო სხვა შორის შემხვდა ეს ხო ის კლინჩში ნახავ რომ ტერფებში დარტყმა იციან რა ფეხების და ნუ ეხა კლინჩში დარწმუნებული ვარ რომ ომალი ოქტაგონზე დანარო შეუგდოს იმასაც გამოიყენებს ოღონდ მოიგოს სხვანაირად აზრი არა ანუ იცის თვითონაც რომ ანუ უბრალოდ აზრი არა აქვს რა მაგრამ სხვათა შორის რა მერაბისგან კიდე ერთი ის მომწონს სპეციო ანკეს გადაგდებული
რატომ დააკეთეს გადაგდება მერაბისგან კიდე იცი რა მოწონს რომ თვითონაც ამბობს და ისედაც რომ შეხედო რა არ უყურებს ისე რომ იზი ვინი არის რა ომალისთან ანუ უყურებს ისე რომ ომალი შეცვლისო ყველაფერსო და მე ისევ ემზადები როგორც არასდროსო რა ყოველთვის ეგრე ვარო რა და ჩემი აზრით ეგ მომწონს ყველაზე მეტად ბოდი შეგაწყვეტინე ჩემი აზრით მერაბ თვალიშვილს აქვს ეს აზროვნება გამომუშავებული საიდან იცი ანუ თლიან იმას მოვყვები თემას რა თავიდან მოვყვები UFC-ში როგორც მიიღეს მერაბი როგორც იცით დაამარცხა ძალიან ფავორიტი მებრძოლი და დენა ვაიტი რა გამოშტერდა და ეგრევე არის კადრები მერაბი როცა ეკავს UFC კონტრაქტს რო უფორმებენ ყველა ბრძოლას რა ესე ვფიქრობ რომ ყველა ბრძოლას ისე უდგება მერაბი რომ თითქოს ებრძვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს თავის დივიზიონში და მაგიტომ მგონია რომ იმდენ შრომას დებს ამიტომ ანუ мотиваციას ესწავლოს იმდენ შრომას დებს და იმდენად ვითარდება ჩხუბიდან ჩხუბამდე რომ მე ფიზიკურად რო გადიხარ ოქტაგონზე მერაბის წინააღმდეგ წინ ისეთი მონაცემების ადამიანი იდგას ვისთანაც ანუ იცი რა შეეცრო ან უნდა გაგიმართლოს ძალიან უნდა გაგიმართლოს ან მაგრად იცებები როგორც ჯოროგანთან თქვა პოდკასტში ილიამაც რა რომ მერაბშიო ყველაზე გამაგიჟებელი ის არის რომ შეიძლება ნახო ესეო რა მათ ტატამზე თუ როგორ ხო რა მატზე ხო რა შეიძლება ნახო და რაღაცნაირად ვერ დაინახო მის ძლიერი მხარეებიო მაგრამ როცა შედისო გალიაშიო ტანჯავს ხო რა ანუ საერთოდ ცხოველი ხდებაო რა ეგეთი ანუ იციო რომ ვერ დაამარცხე აწამებს რა ხალხს რა თან ეგ არის კი და მე ცოტა იმანას დამშვიდა დღეს გუში ვნახე მე მგონი ვიდეო რა ჰაილენდერი ვითრო ჩამორბის მთიდა ხო ანუ როგორი ხომ ჩამორბის ხო რომ ყარა შეიძლება იდგე პეღზე და რაღაცა და ჩამოდის ჩამორბის რათა მოსრიალებს რაღაცაში გამყარებს ვერც გამოიქცევა და უცხოელები ანუ ერთადერთი რა პრობლემა მერაბი თუ რამე ტრავმას მიიღებს არის ის რომ უბრალოდ კომისიამ არის მაგრამ კომისიაც ატყუებს არ არის პრობლემა მაგაზე ბოლი ცოტა ცუდად უნდა ჩავრთო ეს ბეთის ამბავი რა მაგრამ რაღაც კომენტარი შემხვდა ეს უცხოელ კომუნიტიში რომ შუდაი ბეტონზის გაიო რა მერაბზე და ვიღაცა მაგრამ ბრძოლის წინა დღემდე მოიცადე შეიძლება დაიტრამოსო რამეო რა მაგრამ მაინც შედის აზრი არა უმართან შევიდა წელის და ფეხის ტრამვით და გადაუარა მაინც და სრულად ჯამრთელი ჯერ რა ვიციო ფიზიკურად არის იმასთანაც იანთანაც რო იჩხუბა ხელზე ის ქონდა რა ქვია გასწებული ქონდა ხელი შემოაჭრეს ხელთათმანი ვერ ხსნიდა ხო და როგორ იდეა დამებადა იცი შეიძლება მერაბი აჩელენჯებდეს თავის თავს რომ უფრო ცოტა აბა ცალი ფეხით თუ მოვიგებ ცოტა მუღამი მიეცეს რა ბრძოლას ხო და აი მუღამზე სხვათა შორის მუღამი რომ იცენ მერაბთან ბრძოლას მოიყვანეს PFL-დან ერთ-ერთი ჩემპიონი პაჩიმიქსი ადამიანი რომელიც თლიანად გადაუარა რა PFL-ს და მოქმედი ჩემპიონი არის და მოიყვანეს მოყავთ უბრალოდ პირდაპირ ბაუტისტას ახვედრებენ და ძალიან საშიში მებრძოლი არის ვინც აიცით მეგობრებო პაჩიმიქსი არის ადამიანი ვინც ჯიუჯიცუს ვარჯიშობს მერაბთან ერთად მერაბის ერთ-ერთი ახლობელი არის და მერაბს ალდროსნაირი არა ისეთი რომ არის რომ არის ბრძოლონან რაღაც სპეციალურად მოუყვანეს ეგეთი თან შორეული თან ახლობელი რომ მოკლედ უარი არ იყოს და დანამ მაინც თავის გაისწოროს და ახლობელთან აჩხუბოს და პაჩიმიქსი არის ის ადამიანი ვისი ტეიქდაუნ დიფენსი პირდაპირ ნიშნავს საბმიშენზე წასვლას. ხო, ზუსტად, ანუ ხო არის მებრძოლი, აი პრატესი ვნახეთ მაგალითად, რომ იცავს ძალიან მაგრად თავს. არა, წამოყვება არ არის პრობლემა, უბრალოდ ეგრევე დაგასაბმითებს რა. საბმიშენზე სულ მაგას ცდილობს, რომ საბმიშენზე შეგიტიოს. ხო, ანუ მაგომედოვი არის დაღესტნელი მებრძოლი, რომელსაც PFL-ის გრან-პრის ნახევარფინალში შეხვდა პაჩიმიქსი და დაღესტნელებზე ყველამ კარგად ვიცით როგორც ჭიდავენ და ასე შემდეგ და მაგომედოვიც იყო ადამიანი, რომელიც ერთი რაუნდი თლიანად ფეხზე ეჭხუბა რა, ანუ არ მიდიოდა, ბოლოს გაუჭირდა და წავიდა და დაასაბმითა ეგრევე პაჩიმიქსმა და მერაბსაც თვითონაც აქ ნასაუბრები რომ ერთ-ერთი ხავარი გამოწვევა არის ჩემთვისო რა, ერთ-ერთი ყველაზე უხერხული, მაგრამ არ არის პრობლემა მოვიდეს ვიჩხუბოთ. მერაბის პრობლემა არ იქნება ეგ ზუსტად ვიცი.
მერაბის ხარჯზე ჩხუბობს, მერაბი ომალი ბაუტისტას აწარდება. კი, მაგ ხარჯზე ჩხუბობს, ეგრევე ტოპ-10-დან ახვედრებენ ბაუტისტას. და მგონია რომ საშინელი კოშმარი არის რა. მგონია მე რომ მალე მიცემენ საჩემპიონოს რა. მე მგონია რომ ბაუტისტას გაივლის, მერე სავარაუდოდ პირველს ტოპ 5-დან ერთი. ხო, ერთი ალბათ იანი შეიძლება. მე აუ, იცი რა არის? მე ყველაზე მეტად იცი ვისთან მინდა რომ ვნახო უმართან. ძალიან მინდა რომ ვნახო უმართან. განა იმიტომ რომ მე მგონია რომ სანამ ვინმე მივა title shot-ამდე, მანამდე უმარი უნდა გაიაროს და იცი რა არის? განა იმიტომ ვიძახი მაგას რომ უმარის მჯერა რომ მოიგებს. მე მინდა რომ უბრალოდ უმარის ფროთში დარწმუნდეს ხალხი, იმიტომ რომ პაჩიმიქს მგონია რომ გადაუვლის უმარს. კი, მართლა მგონია რომ გადაუვლის უმარს. მე რეალ ვფიქრობ, იმიტომ რომ უმარის ძლიერ მხარეთ ჭიდაო, ყველაზე ძლიერ მხარეთ ჭიდაობა არ მიმაჩნია. ხო, ძალიან კარგი სტრაიკინგი აქვს, თუმცა პაჩისაც ძალიან კარგი სტრაიკინგი. ეხა იგივე ჩავყვეთ ფლიან ბანტამოვითის განხილვას ძალიან გაგვეწელება, იმიტომ რომ კონტენდერები არიან, ვინც ერთმანეთს ჩხუბობენ სულ. ხო, ზუსტად. იდეაში მე იანსა და უმარს შორის ვფიქრობ შემდეგს, ვინც უნდა მისცენ, იმიტომ რომ კორი სენთეგენი იქნება მარტივი გამსვლელი კამარზე ალბათ რა და ეგეთი, ეხა თუ მარტივად უმიზნებენ რომ გაიყვანონ, რავი კი ბატონო. კორი საჩხუბარია ხმერაბისთვის. ხო, მაგას ვფიქრობ მეც, რომ კორი შეიძლება შემდეგი იყოს. მაგრამ კორი არ მიმაჩნია მე უბრალოდ არც საჩემპიონო ტიპად და არც იმ ტიპად რომ საჩემპიონო კამარზე უნდა იჩხუბოს. ფიგერედოს ფინიშით მოგება მაინც რაღაცას. ხო, მაგრამ რომელი ფიგერედოს. ტემპი დავაგდეთ ძალიან და იცი რა არის? კიდე ეხა ბარემ თუ ვაკრიტიკებთ და რუსებზე წამოვიდა საუბარი, რუსული რეალიტი შოუს ამბები არის ძალიან აქტუალური. ამ დროს ნეით დიაზი, ჯონ ჯონსი იყვნენ იქ სტუმრები, მანამდე აუჯოც იყო და მოკლედ რო ვთქვა რა. ის ტიპი არ იწლება. ის ტიპი სულ არის. UFC-ს ფაიტერები ხარ, ლეგენდები მიდიან, მოდიან და ის სული ქარი და ხიშნიკობს რაღაცას. ზუსტად აი კიდე ერთი ხიშნიკი ხო ერთი არის, მეორე არის შაკალი. ეგ ტიპია იმენა რა. ყელებს ვერ აჭერებს. წაიჭერს ვიღაცას მიეპარება უყიდან მოკვდა. ნეიტმა შენო შიკო. სხვათა შორის რა აუჯორო იყო. აი აუჯოს ვიდეო ხო გაქნახო მოკვდა რა. მანამდე მოკლედ იყო ესეთი თემები, რომ მერაბი უნდა მისულიყო მან და მერაბი ცოცხალი თავით არ მივიდა რა. და აუჯო წავიდა სამაგიოდ რავი ან მერაბ არ დაარიგა. არ მიყვიდა რაღაცა. და აუჯო მოგუდეს, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ტიპი გაგუდეს დაეცა და მე ფეხებს უწევდნენ რომ გამოიყო და რაღაც. ნეიტმა თავისი განგსტერული სტოპტონი. ზუსტად აი ნეითი ძალიან გამისწორდა, რომ ნეითი მიიყვანეს მან და ნეითმა რაც გააკეთა მე და როგორც გააკეთა, ანუ რაც უნდა გააკეთა, გააკეთა. უყურე იმ ვიდეოს რო გითხარი? ნახევრამდე მივედი და მეგობრებო თქვენს გირჩევთ უშუალოდ ნეით დიაზის სახელწრეში ტრიალებს ერთი ადამიანი, ჯეიკ შილდსი, თავისი YouTube არხი აქვს და უშუალოდ კონკრეტულად ამბავთან დაკავშირებით ფლიანი ვიდეო აქვს. ფუთეიჯი არა პირდაპირ რა. ანუ თვითონაც უშუალოდ ნეით დიაზთან ერთად იყო იმ შოუში და ანუ ერთად მოძრაობენ, რა გუნდელები არიან და დიდი ხანია ეს ურთიერთობა აკავშირებთ და მთლიანად ლაპარაკობენ და ბოლოს რო იძახდნენ ისინი ხო ეხლა რომ დავსდევ თუ ნეით დიაზს დასდევენ რაღაცები fake news-ები რო ვრცელდება და 3 დღე არისო ზუსტად იციან სადაც ვართო. არ მოდი. ხო, ოღონდ ანუ უშუალოდ იმ ქვეყანაში ტაილანდში ხო, ტაილანდი იყო თუ ხო, ტაილანდში იყვნენ უშუალოდ და ზუსტად იციან სად ვართ როგორ ვართ და არა თავს არ იწუხებსო რა ეს არის ბულშიტია. იმენა ეგრე თქვა რომ ბულშიტ არის რა ეს ლაპარაკობა. მე ზოგადად ვერ ვხვდები მაგ შოუს მიზნობრიობას რა, ანუ ფულს შოულობენ რითი, ანუ მიყავთ უბრალოდ. არა, მიზნობრიობა ზოგადად მიზნობრიობა როა იყო მიზნობრიობა იქნება ის The Ultimate Fighter-ის ბანდი. ხო, ეგ იქნება მიზნობრიობა, მაგრამ უშუალოდ შოუ იდგება აშკარად, იმიტომ რომ აყვინთავეს ახლა იმ დღეს ვიდეოში ხვდა, ანუ ტიპი აუზში ჩაიყვანეს და აყვინთავეს ამ ყელაკაცს. უბრალოდ რა ვიცი ჭერი რა. და იმას მაგაზეც არა პრობლემა, ოღონდ დაწპინავთან არა ჯო. ხო, ოღონდ მაყვინთავეთ არა პრობლემა. ამ უბრალოდ იცი რა სულ ხვდები
აი ამ მებრძოლებს ხო უყურებენ ხა ალჯოს ამბავი იყო ერთ-ერთი ამ ტიპი მიიყვანეს და განაგა ანუ ეს მოგუდვა კიდე დაიკიდე რა აიღადა ტიპს რა ანუ იქ იანმარ ვამოარტყა რა მუხლი მაგისიმე პაროდიებს აკეთებდნენ და რაღაცები და აი მოგუდვის ის იმიტომ არ მოგუდეს რომ დაბადებით დღეს საჩუქარი საჩუქარი არისო ესო და თან ანუ მიყავთ იქ ახვედრებენ ხოლმე ერთ-ერთ მებრძოლებს რა ანუ რუსეთიდან ეხა იანი იყო ერთ-ერთი კიდე ტიპი არ მახსოვს ვინ მიიყვანს ერთ-ერთი მებრძოლი იყო ოღონდ ისეთი UFC-ის მებრძოლი დააბულინგა რასაც ქვია ანუ პარტერზე შევიდნენ მოკლედ მატზე და ანუ ურტყა მოგუდა რავი ყველაფერი გავაკეთა და მოკლედ ძალიან ცუდად ექცევიან ზოგადად UFC-ს ესეთ მებრძოლებს რა ეხლა ჯონს არ ამგონია დიდად რო გაუბედო მაშინ ერთ სამი კაცი უნდა მივიდეს რომ მოახშონ მაგრამ ფულის ამბავი არ ფული იმაზება ყველა ვარიანტი ფული იმაზება ფულს უმაზავენ მებრძოლებს ანუ მაგას იძახი და შოუა რა იმიტომ თვითონ ჯეიკ შილცის ლაპარაკობს მაგას რომ ეს რაც ხდება არ არისო მარტო ამათი ბრალიო ამ მოჩხუბრების რა ვინც უშუალოდ მაგ კონფლიქტს იწვევსო არის თვითონ პროდაქშენის ბრალიცო და მივიდნეო და ჩვენ ძღოლს დაუწყეს ცემაო იმ ძღოლთან რატომ მივიდაო ჩვენთან მოსულიყო რომელთან ზოგადად რა გაშუალება რომ დაუწყეო ვიღაცამ დამარტყაო და არისო ეგ რეალიტი შოუს მონაწილეო პროდაქშენიდან იყო ვიღაცაო რა ზოგადად რა ანუ რუსებს რო შევეხოთ რა ზოგადად ეგეთი ხალხი არიან რა ბულერი მასტები არიან პირდაპირ რო თქვა ანუ არ გვინდა რა ეხა ეს არ ანუ პიოტრიანიც ეგეთი ადამიანი არის ეხა რა პირდაპირ რუსი ეხა დაღესტანს ხო არ ვეხა დაღესტანი პირდაპირ რუსია ხო უთხრა მერაბა მე ხო ბულერი მასტი ხო არის ხო და ბულერი მასტი რო არის გამოვიდა მერაბთან და ბოლოს 5 რაუნდი რომ მორჩა მერაბმა რომ მოიგო პროსტო ხელი გაიწია და ტიპს შეეშინდა ხო და აქეთ მიაბულიდეს როგორც საჭირო ჩემო ძმაო ხო და ეგ არის რომ არ არის რა სწორი ეგ მაგრამ ეხა უსა აკეთებ შენ თუ ეხა მაგის ხო ეხა მორალის კითხვას არ ვაპირებ მაგრამ ანუ უბრალოდ ეგ არის რომ მიზნობრია ის არ არის რომ Ultimate Fighter-ის ნაირი შოუ იყოს მიზანი ის არის რომ ვიღაცების დაბულინგებით ტიპებმა ფული იშოვონ და ეგ არის სულ რა ეხა ნეით დიაზი რომ მიიყვანეს და მსგავს სიტუაცია რომ ხდა მაკედან იმდენ ფულს იშოვიან ეგ ტიპები რომ რა ფეხებზე კიდეთ ანუ რა ძიძახე პრაივავში ჭუბი რო იყო ხოლმე მაგარ ფუსწერი მაგანა ფუსწერდა ძმა მაგარ ინგეიჯმენტი ქონდა სასწაული რა ძიძა შემოსულია 3 მილიონი ხმა ჩვენ ვაკ დავცხოთ ეხა ეგრევე 1000 რა ერთ ცოიჩი ბრატ ეგა რომ დავცხოთ აქ ეგრევე არხი იქნება რავი ბიჭო ერთი ჭუბი ჩანიშნული არის ერთ ჩვენ იმასთან პროდაქშენის ერთთან და მე გადავიღო და აუტი აი ნუ მე შევეხები ხა რაღაც თქვა მინდა კაი ხო შენ კაი არა ფრანსია ილიას ბრძოლაც მოდის მე რავი ბრძოლასთან ერთად მალე დაახლოებით 3 კვირა არის განსხვავებული ხო International Fight Week-ზე ბრძოლებს კაი არა ფრანს ინტერვიუ ქონდა და გაუსვეს ხაზი მის ნოკაუტის ძალას და კითხეს რომ რას ფიქრობ აიღებო ნოკაუტის ბონუსო და კაი არა ფრანსმა ესე უპასუხა რომ რთულია ნოკაუტის ბონუსის აღება მაშინ როცა ილია ჭუობს შენ ქართზე რაღაცა სიტყვა სიტყვით ესე თქვა რა და რესპექტა არის კი ეგრე არის ზუსტად თვითონაც იცი აუ ეგე ძალიან კაი კარა ფრანსი პანტოჟა იქნება ძალიან მაგარი ჭუბი კი მაგრამ მე არ ვთვლი რომ კაი კარა ფრანსი უნდა ბრძოლდეს ახლა კამარზე ჩემი აზრით ვინ უნდა იბრძოლოს კაპემ თუნდაც კაი კარა ფრანსამდე ხო კაპეს უნდა იბრძოლა ჩემი აზრით ანუ მე უბრალოდ ეგრე ვთქვი თორე იმდენად ანუ იცი რა არის იმენა მაგწო ფლაივეიტის იმამოვია ხო და იცი რა არის ფლაივეიტი იმდენად არარეალურად არის კონტენდერების ამბავი ანუ რეალური კონტენდერი იმდენად არ არის რომ იდეაში კაი კარა ფრანსის ბრძოლაც რეალური არის და კაპემაც რო იჭუბოს ეგეც რეალურია ისე ვერ გამოეკიდები წონა არის სადაც 4 ჭუბი შედგა მორენოს და ფიგირედას ხო ანუ 4 ტრილოგია ყოფილა 4 არ ყოფილა ბრძოლების არც ერთ წონაში ფრეზე გაყრა ხო მოკლედ ისეთი წონაა რა მოხოდვა ჭირდება აქტიურობა ჭირდება წამოვა რა მან ჩვენები წამო ვიღაცა ქართველი მან უეჭველი ფლაიში ხო ფლაიში არ ვიცი ბენო ადამიანი არის მე მგონი ფლაი არა ბანტამი არის ბენოც ხო ჩაწერას მომრჩებით მე გეტყვი ერთს რა ჩაწერას მომრჩებით რა საიდუმლო გაგზმა ხალხს უმალავ თუ რა
ჩემპიონი. Yes, Dana. გამას მომავალი ჩემპიონი. რატო დისრე? რა დისრესპექტა ჩანს? რატო ჩანს დისრესპექტა? იქ გამაშიც ისე აიწია. მე გამას ზოგადად ეხლა რა თავიდან ძალიან ისე სკეპტიკურად უყურებდი თავიდან. იმიტომ თავიდან ყველა არ ჩხუბობდა. ხო და ეხლა რო უყურებ სხვათა შორის აი ნაირის და კორტავას ერთ-ერთ ბრძოლას, ანუ მოკლედ ბრძოლას უყურებდი ძალიან დიდი სიამოვნებით, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მგონია რომ ნაირი გახდება ჩემპიონი. განვითარების პროცესში არის ზოგადად ეგ ინტერინია მე მგონი ხო ნაირი გახდა მე მგონი ინტერინ ჩემპიონი. არა გრან-პრი მოიგო. რა უკნა ჯერ. აი გრან-პრი დალეცა. სხვა შორის ძალიან გამოსtildeულ მოწინააღმდეგეს შეხვდა. კი და ნაირი მგონია რომ გადავედით ახლა გამაზე. ხო ზუსტად. ეგ არის. მოკლედ ნუ ნაირის დღეს ბევრჯერ შევეხე და იმედია UFC-ში დროც ამივა იცი რა არის ხო ნაირზე ვერც ვიტყვი მეც რა წერა როგორც ვახსენეთ რომ MMA-შიც ძალიან ბევრი შეუძლია ჩემი აზრით რა იმიტომ რომ ძალა ფიზიკა რა მაგარი ფიზიკა და ცხოველი არის ანუ ხელშიც დარტყმა ისეთი აქვს რომ რავი ანუ მე ნუ ეხა კორტავასაც აქვს დარტყმა ნოკაუტის და შემდეგ ბოლოსაც ჩაკეცა ტიპი მაგრამ არა ძალიან საინტერესო ის უფრო ტექნიკური მგონია ნაირი ესე ზუსტად ვერ გეტყვი ახლა რა, იმიტომ რომ ცოტა სპეციფიკური სპორტია, ხვდები? კი. მან ისე ვერ მიუდგები, თორე ეგრე ბენო ადამიანს აქვს წაგებული პიტბულთან გამაში, იმიტომ რომ ტრავმა მიიღო ხელზე. არის ახლა ოქტაგონის ჩემპიონი ბენო ადამიანი. ეგეთი სპორტია. რა ინტერესებს რა, ახლა მე დიდად სიმართლე გითხრა მაგამ ბავში. ხო, არის ცოდი? არ ვარ მაგ სპორტში, ანუ ეგ იგივე არის რაც BKFC, ხო? ხო. და მან სხვათა ანუ როგორ არის იცი მე რეალურად თავიდანვე რომ დაიწყო ანუ მუშტიკრივის თემა მუშტიკრივის თემა არის შეიძლება კენტუსები ჩხუბი უშუალოდ კამარზე თუ ჩხუბობენ არის ბერნაკლი ანუ შიშველი მუშტები და ზოგადად ისეთი ტიპები მოიზიდეს ახლა მაგალითად ლევან ციკლაურიც იყო რომელსაც ძალიან კაი შედეგები აქვს ბოქსში კრივში და ეხლაც პროფესიონალური კრივის ბრძოლა ქონდა მეინ ივენთი იყო მაგის მე მგონი და ანუ იდეაში თანხების გრან-პრის თანხებიც არ არის 50000 არის 25 ხო გამარჯვებულზე 25 ატარებ 4 ბრძოლას ხო 4-იანი 3 თუ 4 ბრძოლას ატარებ 4 ხო ხო და ანუ ზოგადად ეს სპეციფიკური სპორტი არის რომ ეგრე ლაპარაკი ძალიან რთულია რა იცი რა არის მე ზოგადად მაგ იმიტომ არ ვარ დიდად ჩახედილი მაგ სპორტში რომ დიდად არც მომწონს იმიტომ რომ უფრო დამაზიანებელია სპორტი იმიტომ რომ გაგარტყავენ ხელს და რომ დაგანოკდაუნებენ აუ გამაზე შევხედე და ბან გეტყვი რა მე კაი მიდი და მე გამაში მყავს ჩემი ფავორიტი მებრძოლი აი ძალიან მაგარი მებრძოლი არის მართლა არის 19 წლის თუ 20 წლის რა გამაში ბრძოლა კი გამაში ჩემპიონია 60 კილოში მე ჩემპიონია დაჟე კი და დაცვებიც აქვს რა ანუ ძალიან მაგარი ლევან იანქოშვილი ხო აი მაგ ბიჭის კრივს უყურე და ნახავ მე რომ არიან გამაში მებრძოლები ძალიან არა გამაზე უცუდად არა მიხოვნე ხა დისრესპექტი უცადა ჩორტი ხო ვიცი აი უბრალოდ ვიძახი რომ ბევრი ადამიანი არის ზოგადად საქართველოში ვინც ისე უყურებს რა მაგ ამბავს რომ სხვათა შორის როგორ გამოწვევა გვინდა გავაკეთოთ სამხარა იწევს გიგა კუხალეიშვილს მე ბიჭო ვინმე ლაითეივიდან მოუშვით ფოგინდა შევა გამოწერე ნეით დიაზი რო იძახის ხამზაძე რომ ჩემი ძმაკაცი გეჩხუბა of course მინდა ოგინდა გამოწერე იცი რა ხო და მაგ მუშტიკრივს რო შევეხეთ კიდე რა ჩემთვის ტოპ მებრძოლი არის ქართველი ბერნაკლში ბრძოლობს იცო ბაბულაიძე და MMA-ის პოდკასტი რადგანაც გვაქვს და ასე შემდეგ იცოზე ძალიან მგონია რომ MMA-ზე რომ გადმოერთოს ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს და მგონია UFC-შიც მოხდება და კიდე იცი ვისი teammate არის ასე ვთქვათ შეიძლება არის ცოტა შონ ბრეიდის ხო კი teammate-ები არიან და მოკლედ არა კემპებში ძალიან არის უკვე ქართველების სინოლები ალექს პერეირა ქართველებთან ვარჯიშობდა ხო
საქართველოს მოკლედ რა ძალიან რა მოკლედ ისე ვარ ანუ ჩემი აზრით ერთი ის გვინდა რა სივრცე და UFC event-ი უეჭველი იქნება 5 ხო აი ეგ არის და იდეაში მე არ მგონია რომ ბაქოს Crystal Halls Plexi Arena ჩამოუვარდებოდეს დიდად მაგრამ ერთი ეგ ამბავი არის რომ დასწრებადობის ამბავი არის და ხო რა ადგილების ამბავი არის და მეორე ამბავი ის არის რომ ფიზიკურად ვერ ჩაატარებ დიდ events time zone-დან გამომდინარე რა მოკლედ მივიშალოთ ახლა. წავდი რა. ხო, აბადროებით მოვა და დაგემშვიდობთ მეგობრებო და შევხვდებით მომავალ შაბათს და ველოდებით მოკლედ საინტერესო ქართს. ეიო.